მატჩში თამაშისათვის ჯარიმდებიან ჰოლანდიელი ფეხბურთელები. საჯით სწორედ ამიტომ მიიჭრა ჯიქურ იქ სადაც ეს ყველაფერი მოხდა. სიტყვიერი შენიშვნები დაარიგდა. თბილისელთა მეათე ნომერმა გაიმსახურა და მეკარე გაბელია. არ გაუკვირდება თუ დღევანდელ მატჩში პერსონალური დარაჯი ეყოლება. ეთამაშობენ თბილისელები სულა ხველიძე, დანასელი ეთახმენ მდგომარეობა. შეხვედრის მაგრამ რა ხდება? იქ ერთ-ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი საკუთარ კარში წაიქცა, როგორც ჩანს რაღაც იტკინა. Saji Daraselia da Gabelia. Itali Daraselia es უფრო ჭიდაობას გავწევით რეფერენდუმს. იბიანი კოსტავა მარჯვნივ საქმედან მდგომარეობა თავი დარწმა თავადისა ახლო მანძილიდან ჩვენი სტუმრები ჰოლანდიელი ფეხბურთელები მოგჭიდროს მეურვებენ თბილისელები დავით ყიფიანი თამაშობს კარგად აი პირველი საქმედან მდგომარეობა ჰოლანდიელი ასევე თბილისელი ფეხბურთელების მიმართ თამაშობს დავით ყიფიანი და თქვენ ნახავთ განმეორებით როგორ მოხდა ყველაფერი უხეშად ითამაშეს ჰოლანდიელებმა მართალია აღმოჩნდა თბილისელთა გუნდის გარეთ საქმედან მდგომარეობა დარტყმა არის Vladimir Gucaev am გატანილი გოლის ავტორი, რომლის თავის მეგობრების გარემოთაში აღმოჩნდა სულამდე ხმე წამის განმავლობაში. Აი იმ ინციდენტის შემდეგ ძალზე სწრაფად გაიტანეს გოლი თბილისელებმა. Vladimir Gucaev am გატანილი გოლის ავტორი, რომლის თავის მეგობრების გარემოთაში აღმოჩნდა სულამდე ხმე წამის განმავლობაში. აი იმ ინციდენტის შემდეგ ძალზე სწრაფად გაიტანეს გოლი თბილისელებმა. მარჯვენა ფრთიდან ჩამოაწოდეს მეკარის საჯარიმოს წინა ხაზთან და აქ Vladimir Gucaev, რომელსაც ხედავთ თქვენს ეკრანებზე Artu ise იოლი მდგომარეობიდან აგზავნის ბურთს ჰოლანდიელთა გუნდის კარის ბადეში. 2-0 მატჩის არისაღებით არ დამთავრდა. ეხლა კუთხურს აწვდიან სტუმრები. გაბელია. გაბელიას აქვს. ძალზე კარგად ითამაშა. აი იმ მომენტში თბილისელთა გოლკიპერმა იგი დროულად გამოვიდა. შეიძლება დავკლა დარტყმა და შეხვედრის მე-18 წუთზე სტუმართა გუნდის კარი გადაურჩა აშკარა გოლს. აი ნახეთ განმეორებით. დავით ყიფიანი ზუსტად შენიშნა ვიტალი დარასელია. იქ შესცენ ცველები დარასელია დარჩა მეგარესთან პირისპირ. ნუ რა თქმა უნდა თავის ბარათში აღნიშნა დამნაშავედ. კიდევ ერთი ცვლილება თბილისელთა რიგებში
რამას შენგელია მე მოგახსენოთ რომ დაქცევის შემდეგ მას გაუჭირდა წამოწყობა სწავებს ვიქტორს ვაჟა ჟვანია შემოვიდა მის ნაცვლად თბილისელები უტყავენ საჯარიმოს საჯმამის სანიშანი ბიელმა მშვენივრად გაათამაშა ბურთი საჯმამის სანიშანი ასწია გამორვის მეკარე ბურთი ხალთ დააქვს პუტინგი იყო რომ უტევდა თბილისელთა კარს დავით ყიფიანი სულაკველიძე ყიფიანი სვანანდა ასეთ შემთხვევაში გაფრთხილების მისცემა შეიძლება თუმცა არა საჭმა თავი შეიკავა, სიტყვიერი შენიშვნი დაგმოყოლდა. ჯარიმას დავით ყიფიანი უხავს. საჯარიმოზე ჯერ არც ერთი ფეხბურთელი არაა. ყველა საჯარიმოს წინახალთან აქვს. თამაშგარი მდგომარეობაში აღმოჩნდა თბილისელი. ფერდო შენგელია. ეს ყველაფერი გოლ ვაროთა Rotterdamska Feyenoorda. სტუმართა ნახევარი შენგელია და ყიფიანი Номер 8. ყიფიანი მიწევს წინ აუარაგვერდიას შემდეგ მეორეს და შემდეგ ბოლოს მაინც მოახერხეს ეს იყო W მეოთხე ნომერი და წააქცეს გაითამაშეს საჯარიმო და ჩაგაშვილი ისევ ყიფიანი ლավ თამაშგარე მდგომარეობა უთი მართალი აღმოჩნდა დარტყმამდე აღინიშნა თამაშგარე სუპერ მეგა განმეორებით UEFA-ს თასის სუპერთასისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი გახლავთ. ერთადერთი ტურნირი, რომელშიც მას წარმატებისათვის არ მიუღწევია, ეს გახლავთ თასების თასი, რომელშიც აი წელს პირველად მონაწილეობს. სულაკველიძე ყიფიანი ორი ფეხბურთელი დაეცა, ერთი მფლობელი, ერთი თბილისელი და საჯი აჯარიმეთ სულაკველიძეს. Darselia stanowisko dadzieli dialewi. Swanadze Shengelia Zaitsa ამასანიშნავს დიმიტრი თამაში გრძელდება და თამაშობს შოთა ხინჩაგაშვილი. ეს კი თენგის Qifიანი შეიძლება იმ შემთხვევაში როცა ბურთი გავამოედნიდა. ეხლა თბილისელები უტევენ ჩივაძე ასვლის ყიფიანის რომ მოძრაობა, მაგრამ წააკ ჩადენილი იყო დანაშაული, მოგეხსენებათ 11 მეტრიანი არასდებოდათ. შეცვლა მოხდა, ტროსტმა დასტოვა მინდორი, შემოვიდა სტენლი ბრარდი, ყიფიანი ემზადება საჯარიმოს დასარტყმელად. არ ჩხარობენ თბილისელები. საჯმა მისცა ნიშანი. ყიფიანი ზევიდან კედელზე მოდ გადაუგდო იქ. თბილისელებს გაიჭრა. ჟვანია შევიდა